თქვენ დავითი ხო ზუმერის tech reviewer-ი? გამარჯობა, დიახ, გამარჯობა. გამარჯობა, უნდა ვაღიარო რომ თქვენი ვიდეოები ძალიან მომწონს. კარგი, რაც ნუ გამაწითლეთ რა ძალიან. თუ გცალიათ იქნება ის smartphone-ის არჩევაში რომ დამეხმაროთ. რა თქმა უნდა, დიახ. მოკლედ ფლაგმან smartphone-ს ვეძებ კარგი ელემენტი რომ გქონდეს რა, აი დატენო რომ დამავიწყოს საერთოდ, წარმოდობაც რომ კარგი გქონდეს და აი ადაპტერი და კაბელი. OnePlus 15 კი. OnePlus 15-ს ბევრი ელოდით, დახვეწილი, ლამაზი დიზაინი და ალბათ საუკეთესო ელემენტი ბაზარზე. ამაზე უკეთესი არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში. ვნახოთ კიდევ რა აქვს კარგი და რა აქვს ისეთი უკეთესი სურვილს რომ გიტოვებს. ოკეი, როგორც ყოველთვის ყუთი დავიწყოთ. თხელი ყუთი აქვს, რადგან ადაპტერი არ მოყვება, მხოლოდ კაბელი და თვითონ smartphone-ია შეიძლება. თუმცა OnePlus-ის ადაპტერს ჩვენთან შევხვდებით, რა თქმა უნდა. მახსოვს თავის დროზე OnePlus გრძელი ყუთები ჰქონდა და უნიკალური დიზაინით გამოირჩევდნენ მაგ მხრივაც, მაგრამ ახლა აღარ. ოკეი, აწყობა აქვს საკმაოდ საინტერესო. ეკრანზე Gorilla Glass Victus 2 შევხვდებით, ჩარჩო ალუმინია, უკანა პანელი კი შუშაა, Gorilla Glass 7i. სილიკონის შეგრძნება სტოვებს, ძალიან ნაზია და ამას დამატებული ეს უკანა პანელი ასეთ რაღაცასაც ჩვება. ხო, ეს არ გაკაწრულა, ჩემი ფრჩხილია უბრალოდ და შეგიძლიათ გაწმინდოთ. ზოგადად თურმე აღმოვაჩინე, რომ რაღაცები შეიძლება გაუსვათ და ეს არ გაიკაწრება, პირიქით, რასაც უსვამთ ის გაიცვითება. იმიტომ რომ დაფარო აქვს ისეთი ამ შუშას და ისე არის გაკეთებული, რომ აქით გაცვეთს სხვა ნივთებს. თუ ბრილიანტს არ გაუსვამთ მაინც და მაინც. რავი, ბრილიანტი არ გაუსვამთ. დიზაინი სრულიად შეუცვალეს და შეიძლება ითქვას, რომ აღარაფრით გავს წინა მოდელს, აღარც მრგვალი კამერების ჭრილი აქვს და აღარც ფორმები აქვს ისეთი ოთხკუთხედი. ვერ ვიტყვი, რომ ორიგინალური დიზაინი აქვს, მაგრამ ლამაზ და მინიმალისტური ნამდვილად არის. კრემის ფერს, რომელსაც ასევე ზუმერში შევხვდებით, აქვს ალუმინის ჩარჩოზე მიკრორკალური დაჟანგვა გაკეთებული, რაც ძალიან შორსაა ჩემგან და ვერ ავხსნი, რას ნიშნავს კონკრეტულად, მაგრამ თურმე დავარდნებისგან და ნაკაწრებისგან ბევრად უფრო დაცულია და კონკრეტულად იმ ფერზე გვხვდება ეს. მაინც იცოდეთ. წინა მოდელთან შედარებით დაპატარავებული აქვს ეკრანის ზომა 6.78 ინჩია, ასევე რეზოლუციაც აქვს შემცირებული და Full HD Plus-ია და არა Quad HD Plus. თუმცა მაინც მკვეთრი გამოსახულება და ამ ვიდეოს ყურებაში ხელს არ შეგიშლით. ოკეი, LTPO AMOLED პანელი აქვს 1800 ნიტი ავტომატური მაღალი განათებით. OnePlus-ი პიკურ სიკაშკაშეს არ გვისახელებს რატომღაც. ასევე აქვს 165 Hz განახლების სიხშირე. 165 კი. ზოგადად 120-ზე მაღლა არავა, თუ რომელიმე კონკრეტულ და თიზზე ჩამოსათვლილ თამაშებს არ თამაშობთ. მაგალითად Brawl Stars, Clash of Clans და Standoffs. ეს ბოლო გადმოვწერე და ვითამაშე, რომ იქნებ რამით დამეჯინა ეს ტელეფონი, მაგრამ ელემენტზე ცოტა ხანში ვისაუბრებ. დასაწყისში ვახსენე, რომ ამ smartphone-ში არის რაღაც, რაც უკეთესი სურვილს ტოვებს და ეგ რაღაც არის კამერები. ისევ 50 მეგაპიქსელიან სამ კამერას შევხვდებით უკან, თუმცა სენსორის ზომებია დაპატარავებული და სამივეში განსხვავებას იძლევა ეს. Selfies კამერა 32 მეგაპიქსელიანია და ზუსტად იგივეა, რასაც წინა მოდელში ვხვდებოდით. ვიდეო გადაღება 8K-ში შეუძლია და 4K-ში უკვე შეუძლია 120 FPS-ით გადაღება. აქამდე Hasselblad-ის ფერებს იყენებდა OnePlus-ი, მაგრამ ამ მოდელში ეგ აღარ გვაქვს და შესაბამისად უკანა პანელზე Hasselblad-ის ლოგოც გაქრა. ეს კამერა უკეთესი სურვილს ტოვებს, იმიტომ რომ თავის საფასო კატეგორიაში ბევრ უკეთეს კამერას ვიპოვით, მაგრამ რასაც სხვაგან ვერ ვიპოვით არის წარმოდობა და ელემენტი. წარმოდობით OnePlus 15 ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო smartphone-ია ბაზარზე. Snapdragon 8 Elite Gen 5 დაფრინავს 16 GB ოპერატიულ LPDDR5X Ultra Plus მეხსიერებასთან ერთად. ამას ემატება უდიდესი მოცულობის 7300 mAh-იანი სილიკონ კარბონის ელემენტი. არ ჯდება უბრალოდ ეს smartphone-ი, წინა მოდელს 6000 mAh-იანი ელემენტი ჰქონდა და ისიც ძალიან დიდი მოცულობის იყო თავისთავად. მაგრამ ეს კიდევ სხვა განზომილებაა და ამის გამო დამაინტერესა ჩემს გამოყენებაში რა შედეგებს დადებდა. ხო და გავტესტე. ხო, ესეთი რაღაც გადავწყვიტე. ეს ვიდეოები წაწერილი იქნება თვითონ OnePlus 15-ით, ახლა ვიღებ selfies კამერით. ყველა ვიდეო იქნება 4K-ში და 30 FPS-ში გადაღებული და თან ჩემს ყოველდღიურობას აღვბეჭდავ და ნახავ როგორ გამიძლებს ეს ტელეფონი ჩემს გამოყენებაში. ახლა არის ზუსტად 6 წლია 4 წუთი და არის ეს ტელეფონი 68%-ზე. ხო და ვნახოთ შემდეგ აპდეიტზე რამდენ პროცენტზე იქნება და რომელი საათი იქნება შესაბამისად. თან გეტყვით რა გავაკეთე ამ ზობაში. და ხო, დამოვიწყდა რომ მე თქვა, ბოლოს ეს smartphone-ი დავტენე გუშინ წინ 100%-ზე და მაგის მერე აქტიურად არ გამომიყენებია და ახლა გადავდე ნომერი ჩემი და ახლა ვიყენებ ძალიან აქტიურად. ვიყენებ ჩემს მობილურ ინტერნეტს და ვიყენებ GPS-საც, Bluetooth-საც, ყველაფერს, რასაც ყოველდღურად გამოვიყენებდი მე პირადად. ხო და ვნახოთ.
ახლა არის 8:23 წუთი და ტელეფონი არის 63%-ზე. ამ დროის განმავლობაში გამოვიყენე მობილური ინტერნეტი, Bluetooth ვიყენებდი მთელი ეს დრო, GPS-აც დიდი ხანი ვიყენებდი, გავაზიარეს მობილური ინტერნეტიც და ჩამოვიდა ამ პროცენტზე. აღარ მახსოვს წინა აპდეიტში რამდენი პროცენტზე იყო, მაგრამ ახლა აქ არის. და შემდეგი ეს დარჩენილი დღე ვითამაშებ stand-offs, რადგან 165 Hz აქვს ამ smartphones, ეკრანის განახლების სიხშირე და ამ თამაშზე შეუძლია რომ გამოიყენოს ეს ჰერცი. შესაბამისად, ვნახავ რამდენი პროცენტს დააკლებს და შემდეგი აპდეიტი იქნება შემდეგ დღეს. ახლა ვიღებ ultra wide-ით 0.6-ით და let's go. Okay, 2:20 წუთია და ტელეფონი ჩამოსულია 14%-ზე. გუშინ ღამე ვითამაშე, 45 წუთი ვთამაშობდი. მერე doom scroll-ი, მერე დავიძინე, გავიღვიძე, დილიდან ვიყენებ ამ smartphones და ვიყენებ Bluetooth, მთელი რაც გარეთ ვარ გამოსული ეს მთელი დრო ყურსასმენებში მუსიკას ვუსმენდი. კიდევ მობილური ინტერნეტი მქონდა გაზიარებული, GPS ვიყენებდი ძალიან ხშირად და ჩამოვიდა 14%-ზე. და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს smartphone-ი ბოლოს დაიტანა 3 დღის წინ. 3 დღის წინ დაიტანა ბოლოს. ახლა ვიღებ მთავარი კამერით და ძალიან მომწონს. ხო, აქვე ვართ და ბარემ უნდა თქვა. კი ვისაუბრე კამერებზე და რომ არ არის ისეთი კარგი როგორც შეიძლება იყოს, მაგრამ ამ დღეების გამოყენებაში მე პირადად ძალიან მომეწონა. ანუ პირველად მაქვს იმის შეგრძნება smartphone-ზე, რომ სრულყოფილი ტელეფონი მიჭირავს ხელში. კამერა ძალიან კარგი აქვს, აშკარად, მიუხედავად იმისა, რომ წინა მოდელს კურსელზე უკეთესი ქონდა, ელემენტი წარმატება, როგორც უკვე თქვი, სასწაული, დიზაინი ძალიან ლამაზი აქვს, აწყობის ხარისხიც შესანიშნავი აქვს. ვიმეორებ, პირველად მიჩნდება იმის შეგრძნება, რომ სრულყოფილი smartphone მიჭირავს ხელში და ეს არის ძალიან მაგარი. რაც იმას ნიშნავს, რომ ალბათ ეს არის ის მომენტი, როდესაც ყველაზე მეტად მინდა რომელიღაც smartphone მე მქონდეს და ეს არის ალბათ OnePlus 15. ალბათ Android-ს რომ ვიყენებდე, გამოვიყენებდი ამ smartphones. ხო, თუ ტელეფონის დატენვა არ გიყვართ და თუ ეძებთ ისეთ smartphones, რომელსაც აქვს საუკეთესო ელემენტი და წარმატება, OnePlus 15 საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი ნამდვილადაა. ზუმერში უკვე შევხვდებით ამ smartphones, ლინკი აღწერაში იქნება. გამოვიწერეთ ზუმერის არხი და შემდეგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის.